მოგესალმებით, გამარჯობა. ეს არის ჩვენი ახალი YouTube არხი, რომელსაც სახელი ჯერ ვერ შეურჩიეთ. ფილოსოფოსები ვართ ჯერჯერობით. მაგრამ იმედია, რომ მომავალში და მალე მოგვივა თავში ისეთი იდეა, რაც თქვენს მოგეწონებათ. დღეს არის ეს ჩვენი მესამე პოდკასტი და ვიფიქრეთ, რომ საინტერესო თემა იქნება და თუ ჩავწერდით მიჯაჭვულობაზე. მიჯაჭვულობა როგორც აღზრდის დროს მშობელსა და შვილს შორის ბავშვებში, ასევე რომანტიკულ ურთიერთობებში, ზრდასრულებში. შენას საინტერესო იქნება? მიჯაჭვულობა კი მგონია რომ საინტერესო იქნება. დავიწყოთ ბავშვობიდან. ამ მგონია რომ ეს არის ყველა ადამიანი რაღაცაზე ან ვიღაცაზე ამირანი როგორც მიჯაჭვულობა გამახსენდა. მეც გამახსენდა კლდეზე რო იქ. აქედან მოდის მიჯაჭვულობა. ამირანი. ალბათ. ხო არ გვეტყვი რამდენიმე ფიქრით, აი მშობელსა და შვილს შორის მიჯაჭვულობა როგორ იწყება? მიჯაჭვულობა ჩემი აზრით რა გითხრა რომ ძალიან ბევრი ლიტერატურა მაქვს მაგაზე წაკითხული მოგატყუებ. ჩემ აზრს გაგიზიარებ როგორც ფილოსოფოსი ერთ-ერთი. მიჯაჭვულობა პრაქტიკიდან მე. ხო, მიჯაჭვულობა იწყება მუცლიდან. ხო, ეგ უნდა მეთქვა. მე ხوار და გამორჩება რომ მე ვთქვა. ვინა შენ თქვი, არა, მოდი შეგეცე. იმიტომ რომ პირველ მიჯაჭვულობა მანდ არის, ხო? ბავშვი ყველაფერს იღებს დედის მუცლიდან, იქნებ სამ ჭკვარს გადაიჭრეს. თუ გადაუჭრე. როგორც კი, ნუ მიჯაჭვულობის პირველი ფორმა ეგ გონია რა. მე ბავშვობაში არის რომ დედა და შვილი ერთმანეთზე ძირთად ეგრე ხდება. ხო, ძუძუთი ყვება. ძუძუთი ყვება, მათ შორის ის რომ უსაფრთხო შექმნა, რომელსაც დედა უქმნის პირველ რიგში. კი ბატონო, ის რომ ბავშვმა მეტყველება არ იცის და დედა მომართულია იმაზე, რომ გამოიცნოს რა თავის შვილს სხეულისენით რაღაცას მიხვდეს. მათ შორის მაგაზე საინტერესოა ისა. ქალები უფრო განვითარებული ხარ სხეულისენის საკითხში. ვითომ? უკეთესად შეიძლება ვიდრე კაცებს. სტატისტიკა არის ადმე მაგაზე? აი იუნგზე რო ვაპარაკობთ წეხან. ხო. თუ მასე არქეტიპულად შეხედავ რა, თუ წახვალ კოლექტიურ არაცნობიერში ქალს ხო ეგ აქვს რა, უნდა გამოიცნოს შვილზე რა უნდა რატო ტირის, მაგრამ ნუ სხვაგან გადაუხვია. არ მიფიქრია მაგ საკითხზე და არ სტატისტიკა მინახავს ადმე რომ ქალს უფრო მეტად აქვს უნარი სხეულისენის საკითხი. ხო. მოვიძიოთ. მეგობრებო თუ ვინმეს ინფორმაცია გაქვთ, დაგვიწერეთ კომენტარში, ძალიან საინტერესო იქნება. მანამდე კი ისა მიჯაჭვულობაზე გავაგრძელოთ თუ შეიძლება. ოკეი. ხო, ნუ ბავშვობის ასაკში მიჯაჭვულობას ეგეთი ფორმა აქვს, რომ დედას უნავს შვილზე. ელა მის ყველა საჭიროებას დედა აკმაყოფილებს. ხო, ან აღმზრდელი მძრონველი ვინც არის მოკლედ. ხო, ბოლო პერიოდში მამები ჩაერთნენ და კარგია ეგ ამბავი. მაგრამ ნუ გინდა არ გინდა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის ბუნება ეგრეა მოწყობილი და ჩვენ მაგას წინ ვერ აღუდგებით რომ მინიმუმ ძუძუთი ყვებავს დედა და მამა ვერ განახორციელებს მაგას ხო ბავშვისთვისაც დედა უფრო მნიშვნელოვანი ტიპია პირველ ეტაპზე ხო მაინც ესე თქვა პირველ ეტაპზე სიცოცხლის ხო მაგას ვამბობ რა ანუ დაბადების თვეებისა როცა დღეების როცა და ემოციური კავშირი ყალიბდება ამ დროს დედასა და შვილს შორის. და რაც თქვი, რაც ალბათ ბავშვს აგრძნობინებს ემოციურად უსაფრთხო გარემოში ყოფნას, პლუს სხვანაირად ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში ყოფნას, თუნდაც თბილად რომ იყოს და ასე შემდეგ. ხო, თუ დედა ემოციურად არასტაბილური, მობილურია, მაგ შემთხვევაში ეგ ზედად ბავშვს აისახება ხოლმე რა, როგორც პატარა ასაკში, მაგრამ ის გაიცემა. ხო, ეგ უნდა მეთქვა, რომ აი ეს კარგი ემოციურად მყარი გარემოში შექმნა და ფიზიკურად კარგი გარემოში შექმნა, ნდობას აღვიძებს ბავშვში უკვე, რომ შემდეგ უკვე ენდოს მამას თუნდაც და შემდეგ სხვა ოჯახს წერობს და მერე უკვე სოციალიზდება სხვანაირად და სხვანაირად. Yes. თუმცა მარტო დადებითი არა აქვს რა, ანუ თუ დასაწყისში ეგ დადებითია, ეგ მიჯაჭვულობა მერე თანდათან ეტაპზე უფრო უარყოფით ფორმებში ძანს ხოლმე. ხო, ეს უსაფრთხო მიჯაჭვულობაზე საუბრობ ახლა, რაც კარგია პირველ სიცოცხლის საწყისში. და ზუსტად მაგაზე მინდოდა ახლა მე თქვა მიჯაჭვულობის სახეები. რაც გადავიკითხე, იმიტომ რომ ნამდვილად არ მახსოვდა რომ
ეს სახეები იყო. პირველი იყო საიმედო მიჯაჭვულობა, თან განუმარტავს. იქ რას ნიშნავს? გრძნობების და ემოციების დადასტურება. ოკეი. ამ შემთხვევაში დედის მხრიდან, მე უკვე მამის მხრიდან, ოჯახის წევრები დადასტურებაში მაგას გულისხმობ ხოლმე რომ არა, დადასტურებაში სხვა რამეს გულისხმობ, რომ აი მე მესმის შენი და ეგ სხვა რაღაცა. გრძნობების და ემოციების უბრალოდ ამ შემთხვევაში რასაც ვამბობ, მიიღება იმათი, ან გამოხატვა თუნდაც დედის მხრიდან და ბავშვის მხრიდანაც მე იგივე მოდის და აი ეს. სხვა დადასტურება არა, მაგრამ არა კარგი სიტყვა, მაგრამ მიდის ეგ სიტყვაც. არა, მე უბრალოდ ვერ გავიგე ანუ როცა დადასტურებას ამბობ, გულისხმობ მაგას, რომ იმისი ემოციები გაიგო, დაუდასტურო რომ მისი გესმის, თუ რამე სხვა შინაარსია. გაიგო და მშობლის მხრიდან აუცილებლად უკავშირე უნდა იყოს უბრალოდ პირველი მშობლის მხრიდან უნდა წავიდეს. აი როგორ უყვარს ბავშვი, როგორ მოსწონს, როგორი საყვარელია და აი ეს თბილი ფრაზები და შემდეგ უკვე ბავშვის მხრიდანაც იგივე წამოვა. ნეგატიური იმიტომ რომ საიმედო მიჯაჭვულობა იქნება ეს მისთვის ბავშვისთვის, იმიტომ რომ გრძნობს მშობლისგან სითბოს და თვითონაც რა თქმა უნდა იგივე საუბრუნებს, როცა სითბოს იგრძნობს. ოკეი. მაგრამ მარტო ნარა სიზამს თუ ბუნებამ არ უშველო. კაი, განცალკევებული მიჯაჭვულობა მქონდა მეორე მონიშნული. ეგ არის. ემოციური კავშირის დამყარება, როცა ვერ ხერხდება მშობელთან. მშობელი როცა ნაკლებად გამოხატავს ამ ემოციებს და გრძნობებს. რაც შემდგომში უკვე ბავშვის სოციალიზაცია ძალიან ეთყობა. იმიტომ რომ ნდობა ნაკლები აქვს თავის სოციალური გარემოს მიმართ, მეგობრების მიმართ, ან ვერ იძენს საერთოდ მეგობრებს, ან იძენს და რაღაც ძალიან უჭირს შესვლა კომუნიკაციაში. თუ განხსობა გინდა ხოლმე გამოჩერე. უბრალოდ გამახსენდა მაგალითები. ხო, მაგალითების მოყანა ძალიან კაი იქნება, რომ უკეთ გავიგოთ. მე მგონია რომ მთელი ჩვენი თაობის ჯენზის ყოველ შემთხვევაში ჯენზის კი არა და ჩვენ რომელი ვართ? მილენიალების. ჯენზის ალბათ არა აქ. მილენიალების მშობლები ვინც იყვნენ? მგონია რომ იმდენი რაღაც მოხდა იმ ცხოვრებაში, რომ ეგ ემოციური კავშირების ჩამოყალიბება მშობლებს შულებთან ძალიან უჭირდათ. ძალიან აისახა ჩვენზე ეგ და ჩვენ თაობაზე. კი, მეც ვგრძნობ მაგას, რომ ჩემზე პირადად აისახა. ყველაზე მარტო ჩემზე, შენზე, პეტრეზე, რა ვიცი. ტრიფონზე, ყველაზე. ხო, როცა ვაკვირდები როგორ გავიზარდე მე, ანუ რაღაცნაირად, აი არისტოკრატებს რო ასწავლიდნენ, რომ ემოციები უნდა შეეკავებინათ და რაღაც ზედმეტად არ გაეღიმათ, ან რა ვიცი, დაცემინება არ შეიძლება და ეგ სხვა რაღაცა, მაგრამ რაღაცა რა ეს სტროგად. მკაცრად რო ზრდიდნენ, რაღაც ჩვენც ეგრე გვიძებდნენ, რომ ძალიან საინტერესო იყო მანდ ის, რომ სტუმრად რომ მიდიოდი და ჭამა არ შეიძლებოდა. და ეგეთი. ჭამა არ შეიძლებოდა, უბრალოდ ამაც არ უნდა. ხო. არ უნდა, არა. შემაგივრად რაღაც ნერწყვი მოგდის უკვე რაღაცა ხედავ იგემრიელს აჭმელს ან შოკოლადს რა ვიცი, არ უნდა. ხო, ეგ გამდე მომყვა. მე მაგალითად საზოგადოებაში ჭამა ცოტა მიჭირს ხოლმე. მე მიჭირდა და ნელ-ნელა რაღაცა ეს ჩამოვიხსენი. ელიც გამო, ხოთა შორის ელი ძალიან მიშველა. ელი ჩემი შვილია. მაგის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ ესე საშინლად არა, ანუ ესეთი მიდგომა გქონდათ და ესე გაგზარდეს. ელი სულ სხვანაირად იზრდება და მასთან ერთად ესენი ვისწავლე ემოციების გამოხატვა, გრძნობების გამოხატვა და აი ეს ყველაფერი რომ რაღაცა კაფეში შესვლა შეიძლება და ნაყინზე კითხო რომ ეს გაქვთ ის გაქვთ რაღაც ანუ არა ეგ მანდ მეც არ მაქვს პრობლემა რა მაგალითად ის რომ რაღაცა კორპორატზე ხარა ტრენინგზე ან არ ვიცი ამაზე შეხვედრაზე და ბრეიკ შესვენება სადაც უნდა იყვებო და თან შეიძლება ვიღაცა რაღაცა კითხოს და გელაპარაკოს აი ძალიან მეუხერხულება თან რო ჭამ და თან იმეს უნდა ვესაუბრო ეგ უზრდელობად მიმაჩნია დღესაც არ არის ანუ ცოტა არის რაღაც გამოტენილი პირით ლაპარაკი არის აბა რა გოგო გამოტენილი პირით ლაპარაკი კი მაგრამ იდეაში ეგ არის პროცესი სადაც ურთიერთობები ძალიან ადვილად და კარგად ყალიბდება ისე როგორც აი მოსაწევად რო გადიან რაღაც ჩვენ სოფლსახურში გქონდა ხოლმე რომ აი ჯგუფი ადგებოდა და გადიოდა და იქ ხარხარი და ის ანუ ყველა ვფიქრობდი დანარჩენები არამწეველები ხო დავიწყოთ რა ხდება რაღაც კარგი ხდება აი ნახევარი სკოლა ასე გავიცანი ჩემთან და მეორე ნახევარი კიდე მეორე სკოლა ჩვენ გვერდით და
იქაც მოსაწევად რო გადიხარ, თან ყავაზე, ხო, სოციალური ურთიერთობები მართლა მაგ დროს ყარდება, მაგრამ ჭამის დროს ლაპარაკი. იქ საჭორიც იმაშიც იყო, სახლშიც იყო რა. ჩემთან სახლში მაგალითად იყო ის, რომ ჭამის დროს არ ვსაუბრობდით რა. ესე გაგუსარდეს. ხო, რუსული გამოთქმარო, ხო იცი? რომელი? ჭამის დროს ყრუ და მუნჯი ვარო. მართლა? და დედაჩემი გოგონა ძაღლიც კი არ ლაპარაკობს ყებს ჭამის დროს. ხო. ჩემთან ალბათ ბევრთან იყო ეგ, რომ ჭამის დროს საუბარი არ იყო რა, მიღებული. არდა ძალიან მაგარი საშუალებაა იმისთვის, რომ წარმოიდგინე მთელ დღე მშობლები გასულები არიან ერთ სამსახურში, მეორე სამსახურში, იქიდან სახლში მოდიან და სახლის საქმეები გასაკეთებელი აქვს, ბავშვები მისახედი ყავთ, რაღაც არ ვიცი კიდე რაღაც აქვს გასაკეთებელი. დრო как რეალურად ჭამის კომუნიკაციის და ემოციების გაზიარების და იქაც იმას აუგები, რომ არა, ჭამის დროს არ ვლაპარაკობთ. ხო, მაგაზე არ მიფიქრე. მართალია. კაი, გადაუხდი. ზოგადად კარგი კულტურაა ეგ, ალბათ, რა, ჩამოსაყალიბებელი გვაქვს, რომ ჯერ ერთად ჭამის კულტურა, მე მახსოვს ჩვენ ძალიან რომელი ასაკიდან მოდივართ, რავი, ნულიდან. ერთად მოდივართ და მახსოვს შენ ოჯახში იყო ხოლმე ეგ კულტურა, რომ რაღაც ერთად ხდებოდით და ჭამთ. ჩვენთან არ იყო ჩვენს ოჯახში სხვათა შორის. მაგრამ ძალიან მომწონს და ვისაც დრო აქვს, ალბათ ეს უნდა დაამყაროს მინიმუმ იმისთვის, რომ გაიგოს თავის შვილი როგორ გაერთო სკოლაში, როგორ დიდრო გაატარა, რა ისწავლა ახალი და ასე შემდეგ. და ხოლმე უკვე მამაჩემი არის. კი, დედაშენი ძალიან ჩართული იყო თქვენთან სულ. ხო. ახსოვს. მაგრამ ზოგადად ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიცნო შენი შვილები, შენი ოჯახი. კავშირი არ დაკარგო. ხო. მართლა, რაც მე ძალიან ძნელად დასაჭერია ხოლმე. დავუბრუნდეთ ჩვენ თემას. კოვიდში ცხოვრება იმისთვის, რომ შენი ოჯახის წევრები გაიცნო. კოვიდში, ჟანდაბა მაგას. გავაგრძელოთ მიჯაჭვულობის სახებზე, შფოთვითი მიჯაჭვულობა. მუდმივი ეჭვი გაქვს. რომ შობელს უყვარხარ თუ არა, ან ახლო პირს ნათესავთ, რა ვიცი, ვინც აღზრდელია. აი, სულ ეჭვებში ხარ, რომ ანუ იმდენად არ გამოხატავს გრძნობებს ის მშობელი, ან გამოხატავს რაღაც ძალიან იშვიათად. აი, სულ ეჭვებში ხარ და ეს ყველაფერი მე ცხოვრებაშიც, ან მომავალში ძალიან გივითარებს იგივე დამოკიდებულებას, თუნდაც პარტნიორის მიმართ, თუნდაც მეგობრების მიმართ. აი, მაგალითად ესეთი ადამიანები გეცოდინება, რომ შეყვარებული ყავს და სულ კითხულობთ ეს სად ხარ, რას აკეთებ, ანუ სულ კონტროლში უნდა ყავდეს, რომ იმიტომ რომ სულ ეჭვიანია. ავიც ხარ თუ არ ხარ? ხო. რაღაც პირად სივრცეში იჭრება უკვე რა, იმდენად და მე მაგათთან ურთიერთობა ალბათ ძალიან რთული იქნება. თუმცა მეგობრებო, რთულია რა თქმა უნდა ეს ადამიანთან ურთიერთობა, თუ თქვენ თავში იპოვეთ, რომ რაღაც ესეთი გჭირთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ფსიქოკონსულტაცია, ფსიქოთერაპია, 1000 გზა არის, რომ გავერკვეთ ჩვენს ემოციებში, გრძნობებში, მიჯაჭვულობაში და ამ შემდეგ და მე უკვე ჩამოვიყალიბოთ კარგი ჩვევები, გზევები, ემოციები, რა ვიცი, ყველაფერი. ასე რომ ფსიქოკონსულტანტი ძალიან კარგ როლს თამაშობს დღესდღეობით გავს გამორკვევებში ჩემი აზრით. მეც გეთახმებ. ხარ. კაია. შემდეგი იყო მიჯაჭვულობის სახე დეზორიენტირებული. დაბნეულია და ეშინიათ იგივენაირად მშობელს უყვარს თუ არა. ამ დროს უფრო ტრამვებზე და ძველ ტრამვებზეა ხოლმე საუბარი, ძალადობაზე ოჯახში და მაგიტოა დაბნეული უფრო. ანუ წინასთან მინდა რომ განვასხვაო, შფოთვითი იყო უბრალოდ ემოციების ნაკლებობა მშობლის მხრიდან და აქ კიდევ არის უკვე ძალადობა შემოდის. თუნდაც სემა და მკაცრი მიდგომა, რა ვიცი. ცოტა ისე ზუგად ვიტყვი რა, სხვა ძალადობებს არ ჩამოვთვლი. არასტაბილურ მკაცრი მიდგომა არ არის, სემა უკვე დანაშაულია ჩვენ. ხო, რა თქმა უნდა. არასტაბილურ გარემოში ცხოვრება ასევე. პოლიტიკურ ამბებსაც შევეხოთ. დეზორიენტაციის დროს ის მინდოდა მე თქვა, რომ ესეთი ადამიანი, ეს გარემოში გაზრდილი ადამიანი, ძალადობას, როცა მომსწრე ძალადობის მომსწრე როცა ოჯახში, ნაკლები ემოციები და გრძნობები ტრიალებს მის ოჯახში, მე ზრდასრულ ასაკში დაკარგულია, რაღაცნაირად იკეტება, სოციალიზაცია უწევს. რამდენიმე მაგალითი გამახსენდა მაგაზე.
ანუ ხანდაზმულებიდანაც და მეებიდანაც, ბავშვობიდანაც და ყველა იმიდან გამახსენდა ერთი იყო მაგალითად ეგეთი რა, ძალიან ცნობილი ამბავია ის, რომ ადამიანები როცა გადაყავს ესეთ შედარებით უსაფრთხო გარემოში ისეთ სივრციდან აი რა წინადადებას ვამბობთ რა დეინსტიტუციონალიზაციას რო ხო, ბავშვთა სასახლებიდან გადავიდნენ ოჯახური ტიპის სასახლებებში, ხო? ხო, ჩვენთან ბავშვთა სასახლებიდან არ იყვნენ, იყვნენ დასრული შიშიან პირები რა, დასრულთა თავშესაფრები ჰქონდა, გვაქვს კიდე. იქ იმდენად ეგეთი ძალადობრივი გარემო იყო. რომ ბავშვები რაც დასრულები სწავლობდნენ იმას, რომ თავის გადარჩენისთვის უწევდათ ისეთი ქცევები განეხორციელებინათ, რაც მათ ადამიანისთვის ბუნებრივი არ არის რა. რაღაცაზე დათანხმებოდნენ ისეთზე, რაც მათ არ სურდათ. ხო. შიშზე რადგან ამბობდი რა, წეყარ რომ შეიძლება ცემამ შიში ჩამოაყალიბოს. იქაც ცემაც იყო, არ სექსუალური ძალადობა იყო, ყველა ტიპის ძალადობა იყო რა. როცა გადმოყავდა ჩვენთან ის ქცევები იმდენად წარმოიდგინე 40 წლის ადამიანს გადმოიყვან, იმდენად მყარია უკვე ქცევა, რომ შენთან ზუსტად იმავეს აკეთებს მიუხედავად იმისა, რომ ცდილობ რომ უსაფრთხო გარემო შეუქმნა, ცდილობ რომ უთხრა რომ თავისი აზრი შეუძლია გამოხატოს ისე რომ არ ეშინოდეს რა. მაგრამ ძალიან უჭირს ეგ იმის გამო. იმიტომ რომ ის იმდენად მე მაგას ვეძახი დატკეპნილია უკვე რა ისეა რომ ცხოვრება უწევდა მასე თავის გადარჩენა და ახლა შენ ერთხელში ჰოპ და შეცვალო არ გამოდის რა მაგისთვის წლები გჭირდება. შეიძლება ყოფილიყო დავუშვათ ეტლში ან საწოლზე მიჯაჭვული ან რაღაცა საჭიროება ქონდა ფიზიკური და მისი ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ რა მაგ საჭიროების საკმაყოფილებაში. იმდენად შეურაცხყოფელი ადამიანისთვის ეგ მდგომარეობა, ეგ მიჯაჭვულობა, რომ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, რომ ეგ იმწავებს მე რაღაცა ქცევებს რა. ცხოვრებით უკმაყოფილება, ნუ ბუნებრივი ახტები შემდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ აგრესია გიჩნდება ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც გივლიან. აი ხა გამახსენდა ჩადერთული ბოდიში, ზოგი რო პამპერსი გლეჭს ხოლმე და რაღაცა ესეთი მაქედან მოდის. ვაუ. ზართულია მთელი ცხოვრება ხარ დამოუკიდებელი პირიქით შენ ზრდიდი შენ შვილს შენ ბრუნავდი მასზე რაღაცა მიხვედი ისეთ ასაკამდე რომ შედეგი როგორც ადამიანი პიროვნება ანუ ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ რაღაც კარგი ცხოვრება და უცოტ რამე მოგდი ზართულია. ასეთი ტოქსიკური მიჯაჭვობა რას ნიშნავს? ტოქსიკური და როდის უნდა მიუხვდეს მიჯაჭვობა არის მაგალითად როდესაც ბავშვი ისება, ნუ პასუხისმგებლობა ბავშვობის პერიოდში ხომ მშობელს 100%-ით აქვს. ბავშვზე აღებული რა. მაგრამ როდესაც ბავშვი ისდება და არაცლევ დამოუკიდებელი ქცევის განხორციელების ხო, ეს დამოუკიდებლობა ეგრე არ მოდის, რომ ერთხელ გაიღვიძე და ჰოპ ყველაფერს ნება გაქვს შენ გუაზე შეგიძლია სიარული რა. ანუ დოზი ყველაფერში რაციონალიზმის მომხრე რა, რადიკალიზმი არ მომწონს. ანუ თანდათან უნდა მისცე რაღაცების გაკეთების უფლება, რაც გუშინ არ ქონდა. ხო, ერთი გამახსენდა ფრაზა, ინდე, მაგრამ გადაამოწმევა, ელიზე მაქვს ხოლმე კარგი ერთი რაღაცას ვავალებ და თან არ ვენდობი, მაგრამ თან ვაგზნობილი რომ ვენდობი, უბრალოდ შევხედავ, ან ისეთ კითხვებს ვსვამ, რომ აი ეს უკვე რავი, ეს ჩაყარე და რავი, ისე გონია რომ ვერ ხდება. ხო, რომ ვერ მიხვდეს. რომ არ ვენდობი პირით. შენ გონია რომ ვერ ხდება? არა, ვერ ხდება. You sure? კი. აი. იმიტომ რომ მე პროტესტი აქვს ხოლმე როგორ არის. პროტესტის გამოთქმა ისე შეუძლია. ჩვენ ეგრე სად ვიყავით? ხო. შეგაწყვეტინებოდი. რაც ვლაპარაკობდი. იმაზე რაღაცების კეთების უფლების მიცემაზე რა, აი მაგალითად თუ ბავშვს ღამის 12 საათამდე გარეთ მარტო არ დატოვებ, თინეიჯერობის პერიოდში როცა მაგას აკონტროლებს სულ და ურეკავ რა სათხარ მოდი აქ რაღაცა მამა შეინერვიულობს და შეინერვიულობს რაღაცა გაგიებულია ეგ იმდენად ანუ მშობლის მხრიდან არის იმდენად ტოქსიკური მიჯაჭვულობა შვილზე რომ მე შვილის ცევა ირევა ხოლმე რა ამ თინეიჯერობის პერიოდში მაგის გამო ბევრი პრობლემა შეიძლება თუნდაც შეიძლება დაუმალონ პირველ რიგში დაუმალონ დაუმალონ რას აკეთებენ სად არიან
და არ უთხრან, მოატყუონ. ბავშვმა დაუმალონ. ხო, მოიტყუონ. კი, იმის გამო რომ უნდათ ამ როლიდან გამოსვლა რა, აღარ არიან ბავშვები, დიდებიც არ არიან, მაგრამ ბავშვებიც აღარ არიან და უნდათ რომ ამ როლიდან გამოვიდნენ ბავშვების როლიდან. მერე თუ კიდე უფრო დიდხანს გრძელდება ხოლმე არის უკვე არ ვიცი, დასრულების ასაკშიც შობელი იმდენად არის შულზე მიჯაჭვული, რომ შეიძლება დაურეკოს და უთხრას რა, რა სახლში რო არ ხარ, საჭმელს ვერ ვჭამ პირობითად რა. კი, ეგეთი ტოქსიკური მიმდევრობები კი. წარმოვიდგინე ხა იმ მდგომარეობა, რომ რაღაც შეიძლება სამსახურში იყოს და იცის, რომ დედამისი ან მამამისი ან არ ბებია, რომელმაც გაზარდა. დანაშაული შეგვიძლია რა. ხო. რო არ მივიდეს, ვერ შეჭამს, ის ცუდად იქნება. და დანაშაული შეიძლება უჭდა. მოდი თინეიჯერების ასაკზე გავამახვილოთ კიდე ყურადღება. აი, სად უნდა გაჩერდეს მშობელი, რა დროს უნდა მიხვდეს, რომ აი ცოტა ხანი აი მივცე უფლება, რომ იყოს ამოუკიდებლად რაღაცა არ ვიცი, რაღაც პარტიზე წასვლა უნდა და ცოტა ისეთი საზოგადოება იკრიბება, თვალ არასანდო, მაგრამ ბავშვს ძალიან უნდა, აი თუნდაც კონცერტზე წასვლა რაღაცა. ხალხაცდები იქნება. არასანდო საზოგადოება არ ვიცნობ ყველას. ანუ განამარტო რაღაცა თავისი კლასელები მიდიან, ყველას არ ვიცნობ და რაღაც არ მინდა რომ არ მოწიოს, თქვა სიგარეტი, ველო სიგარეტი მოწიოს, ან ალკოჰოლი არ დაალიოს, მე შინია. აი თან უნდა ენდო, თან გინდა რომ გაუშვა, იმიტომ რომ იმას გული წყდება, თან შენ გეშინია, არ გაყვედა ჩუმჩუმად უთვალთვალა, როგორც იმ ფილმშია? არა, რომელ ფილმშია? ხიარული არ დადა. ხიარული რომანი. რომანი, ხო. ხიარული რომანი. მე მგონი. როგორ იცი რა არის? ნახე, ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვს შეუძლია გააკეთოს ესეთი რაღაცები და შენ რაც თვითონ უნდა რა და ისე დაგიმალავს, რომ წარმოდგენა არ გექნება, რომ მაგას აკეთებს. აი ვერასდროს ვერ გაიგებ მაგას. და ის რომ შენეუბნები, რომ შენ კი გენდობი, მაგრამ იმ გარემოს არ ვენდობი, აბსოლუტური არ ამსუბუქებს მდგომარეობას. არ ამსუბუქებს კი არა, ანუ უბრალოდ არასწორია რა. ხო. იმიტომ რომ მე თუ მენდობი, რა თქმა უნდა, გარემოს არ ენდობი, მე ხო იმ გარემოში ვიქნები, მე ხო ჩემ თავზე პასუხისმგებლობის აღება შემიძლია რაღაცა თუ შემომთავაზებენ რაღაცა დასალევს არ მინდა დალევა, ესე იგი არ მინდა და არ დავლა. ხო, ან არ მოვწევ. არ ვიცი. თუმცა ბავშვებმა იციან ხოლმე, თინეიჯერებმა იციან ხოლმე რა რაღაცები შეიძლება იმის გამო გააკეთონ, რომ საზოგადოებისთვის სოციალურად მისაღები ტიპები გამოჩნდეს. აი, მაგიტო არ ენდობა მშობელი შვილს. და რამდენიმე გეყოლება საქმეში. და აი ჩვენთან არის მაგალითად ჩვენთან ზოგადად სკოლებში ხშირია ხოლმე შემთხვევები, როდესაც ესეთი over გადამეტებული ზრუნველობაა რა ბავშვებზე და ძალიან სასათბურო პირობებს უქმნიან რა მშობლები კი შვილებს. ის გარნიშნავს იმას, რომ სახლში იგივე გარემო აქვს რა. არა გარეთ, მაგალითად სკოლაში, ბაღში, მეგობრების გარემოში, სადმე რომ იყავთ რა. რომ აი არ წაიქცე, თელდღე შეიძლება ხელით ეჭიროთ. ტალახში არ ჩააბიჯო, მიწაზე მუჯდები, ანუ ყველაფერზე შეიძლება ეგეთი ზრუნვა გამოიჩინოს რა. თუ ბავშვობაში ეგრეა იმ ბავშვს უნარები ხო არ განუვითარდება რა, თუ არ მივიდა და ღუმელზე თითი არ დაადო და არ დაიწვა, ის გამოცდილებაში არ ექნება ხო. ხო, ეს ისე მომბოს თორე, ხო, მაინც ღუმელზე ხელს მუდაადებინებ, რა ვიცი, ცეცხლში ხელს მუშაობდნენ. ან რაღაცა გამოცდილებები თვითონვე უნდა დააკროლოს რა, მათ შორის ნეგატიური გამოცდილებებიც. იმისთვის რომ პიროვნულად გაიზარდოს და თუ ბავშვობაში მაგ შეცდომების დაშვების უფლებას არ აძლევ იმით რომ ზემსრუნველი ტიპი ხარ, თინეიჯერობაში ბუნებრივია რომ გექნება ეგ პრობლემა და ბუნებრივია რომ მომდება და მოგატყუებს კი ეს დაგიმალავს კიდეც და რა ვიცი ბუნებრივია შენგან გაქცევა. ამიტომ ნდობა ხო რაც უფრო ადრე ასაკიდან დავიწყებ ნდობას, აი მაგალითად ელი 5 წლის იყო რომ გაუშვი ეზოში მარტო და მე აი სახლში ვიქნები რომ დამიძახე ფანჯრიდან იქვე ვუყურებდი მაშინ. ხო, ოღონდ ეგ არ ნიშნავს რომ უსაფრთხოებას არ ნიშნავს, პირიქით 9 ჯერ გავიხედა ვიდრე იმან დამიძახა, მაგრამ იმან ვერ შემომჩნია. ხოთა იმას ჯერ გავუკვირდა რომ აუ მარტო მიშობ რა მაგარია და ჩვენ კონდა ეგეთ შემთხვევა იმაზე რა, თვითონ გთხოვა ოღონდ შეშმო იყო ისიც, მე კონებრივი განვითარების შეფერხება ქონდა.
პირველად ესკალატორზე რო დიოდა, იმაში რაღაცა მოუხში ვიყავით რა. და ეს რო დაინახეს რომ ის ჯერ ხო გაუკვირდა რა, ეს რა ხდება, მისთვის უცნობი რაღაცა იყო. მე ერთ პერიოდი ეშინოდა რა, მაგისა და ჩვენს გარეშე არ გადადიოდა. იგივე თუ დაუნ სინდრომი იყო. რომელიღაცა იყო მოკლედ. ესე ხელკავს გამომდებდა ხოლმე და ერთად გადახვდებოდით რა, და დამდგარიყავით. მე ერთხელ მოხდა ეგეთი შემთხვევა, რომ მე გამაჩერა ვიდექი და თვითონ ეს გვერდზე ხო აქ ის ხელის მოსაკიდი რა. იმას მომკიდა. ესე გადააბიჯა და იქიდან გახარებული მიყურებს ესე. დამოუკიდებლად განვახორციელეთ. მაგარი მოხდა, ახალი მოხდა ვიცხოვრება. ძალიან დიდი ის აქვს თვითონაც ეს მერე რომ რა მაგარია რომ ეს გავაკეთე მარტო ბოიზში მარტო გავედი ან იქვე მაღაზიაში გავუშვი იმ დღეს და ანუ ესე იყო უბრალოდ ხო და მაღაზიაში მე ვიყიდო ან გზის გადაკვეთა თუ უწევს სადაც უხნიშანია რა ეგ ჯერ მეშინია მაინც მაგრამ მაგამდეც მივავწერე მაგისტრალზე არ გულისხმობ შეიძლება ჩვენთან უბანში იყოს ეგეთი უხნიშანი და ან ხელი გეკიდოს და უთხრა შენ მითხარი როდის გადავიდეთ ხო მოკლედ ნდობას ან დიდი მნიშვნელობა აქვს და რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ თუნდაც თამაშებიდან, თუნდაც სახლის საქმეებიდან. დამიჯერეთ, მე უფრო მარტივი იქნება და ურთიერთობაში მიჯაჭულობაზე არ ვისაუბრეთ, იგი მე კვლევა არ წამეკითხავს არც მე ჩამიტარებია, მაგრამ დიდი ნაწილი იქიდან მოდის, რომ სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა აქვს ადამიანებს რა. ამდენსა ონლაინ კი არა, რეალური ურთიერთობების ნაკლებობა აქვს. ლაივში. და მიჯაჭულობა მაგით ხდება? ხო, მიჯაჭულობა ჩდება პარტნიორთან, იმის გამო რომ წარმოგიდგენ ისევ იქ მიდივარ რა, იკეტება, ანუ იდეაში ხო ვამბობთ რომ სამყარო ფართოვდება და დედამიწა დავიწროვდა იმის გამო რომ ტექნოლოგია განვითარდა რა. ხო. მაგრამ ურთიერთობები კიდე უფრო დავიწროვდა. მდობლობა რაც ანუ სინამდვილეში მგონია რომ მდობლობის ბრალია ხო ეგ შეიძლება ერთი რომ მიზეს გაძლევს ადამიანი იმისა რომ შენს მიმართ უნდობლად მის მიმართ უნდობლად განეწყო მაგალითად არც ერთ და იგივე ქცევას ახორციელებს ბევრჯერ რაც ჩემთვის მიუღებელია რა მაგალითად არ ვიცი რა შეიძლება მოვიქრო ეგეთ ძალიან სექსისტი გამოჩნდება ეგ არა უხსი აი მაგალითად არ მოგწონს შენი პარტნიორი რა ჩაცმულობითაც დადის რა და ამას ეუბნები ძალიან ბევრჯერ ერთსა და მეორე მაგრამ ის იგივე საკეთებს ხო ეგ გიჩენს მის მიმართ უნდობლობას და მე გაქვს ტოქსიკური იწყებ ტოქსიკურ ურთიერთობას რა იმასთან კაი თქვათ კაც არ მოსწონს ხალი როგორც იცოც და არ ეგ არ მიგულისხმია მე ვიგულისხმარ რომ პარტნიორს ხო შეიძლება პირიქით იყოს ხო მე დავაკონკრეტე უფრო არ მოსწონს როგორც იცვან და ტოქსიკური ურთიერთობა ყალიბდება ორი მხრიდან გავიგე ხო მაგრამ ზუსტად ვერ გავიგე მიჯაჭულობა ხდება იმის გამო რომ სოციალური წრე თუ გაქვს ნაკლები და შენი პარტნიორი არის ის ადამიანი ვისაც ყოველდღიური ურთიერთობა გაქვს და იმის გარდა ნაკლები ურთიერთობები გინდა არ გინდა მასთან გიწევს დამყარება ხო? ხო, ანუ ჯერ ხო ისედაც ჩდება პარტნიორებს შორის მიჯაჭულობა რა. ბუნებრივია და ცუდი არა გააჩნია, თავარია არ გადაიწევოს არაუსაფრთხო მიჯაჭულობაში. ხო. მაგრამ მაგას დამატებული ის რომ აი მაგალითად ერთსა და იმავეს რომ გიმეორებს, მათ ჰქონდათ დასჯის მეთოდი იყო ნაცისტებისა, თუ სწორად მახსოვს, იმაში ციხეში რომ ჩასვავდნენ წვიმის წვეთი ეცემოდა ხოლმე რა, ერთი და იგივე ადგილას. და როდესაც ერთი და იმავე რაღაცას გიმეორებენ სულ, შენ თავში იმდენ ჩდება ის, რომ მე შენ თვითონ იწყებ მაგაზე ფიქრს და ნერვიულობას რა. და შეიძლება ის შენთვის ისეთი ადამიანია, რომ მართლა ძალიან გინდა იმასთან ერთად ყოფნა, მაგრამ როდესაც ეგ ხდება, რომ შენ იწყებ შენ თავში ფიქრს, რომ ეს რო ჩავიცვი ახლა იმას მოეწონება არ მოეწონება ნეტარა რეაქცია ექნება რას მეტყვის ახთი რომ მივალ თუ არ ვიცი გარეთ რა შეიძლება მითხრან უკვე ტოქსიკური მიჯაჭულობაა რა და მე ხელს გიშლის იმასთან ურთიერთობაშიც გარეთაც კარგად ყოფნაშიც მოკლედ ყველაფერი შენ თავთან ჰარმონიაში ხო დავასრულოთ მიჯაჭულობასთან დაკავშირებით მე მგონი კიდე ბევრი გვაქვს ალაპარაკო უბრალოდ
რაც გამოგვრჩა და რაც გაინტერესებს, ძალიან მინდა რომ კითხვების სახით მოგწეროთ. თუ ბევრი კითხვა შემოვა და ერთხელ შეგვიძლია კითხვებზე უპასუხოთ? კი, ლაივში. თუ რაღაცა ისეთ ბევრი კითხვა შემოვა და ბევრი განსხვავებული მაგაზეც თანახმოვარ ერთ შემთხვევაში ბოდიში რო გაწყვეტინა. მოიცადე კიდევ ერთხელ ჩავწერთ ერთ ვიდეოსაც ამ თემაზე და ამ კითხვებსაც რა თქმა უნდა უპასუხოთ ახლა მიხარი ბოდიში. თუ მოწევის უფლებას მომცემ კითხვებზე პასუხის დროს ლაივი თუ იქნება ხო ვერ გავა? მე არ მაქვს პრობლემა, აი ხალხს კითხოთ ლაივის დროს. დავაი. გაგვალაიქეთ, გაგვაზიარეთ, თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო. დღევანდელი ეპიზოდი დასასრულს მივახლოვდა. გემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე. ჩაო ჩაო.